გამარჯობა. კიდევ ერთი ეპიზოდის დროც დადგა ძლივს. დიდი ხანი არ დამიდია ვიდეო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებდით ამ სახლში. თან ისეთ რაღაცებს, რაც საჩვენებლად შეიძლება ნაკლებად საინტერესო ყოფილიყო. დღეს სახლში რომ მოვედი, დამხვდა წერილი და ნახეთ რას მიწერენ, ესე იგი. ლინაკო, წარმატებას გისურვებთ ახალ სახლში, ძალიან გაგუხადა რომ აქ ჩამოხვედი და გვიჯერე, რომ ეს ისეთი ადგილია, სადაც არასდროს მოიწყე და უამრავი თავგადასავალი გადაგხდება შენს მეგობრებთან ერთად. კარგია დედამიწაზე და აქ არის კიდე მეორე. ლინათ რომში დაიჭირდება დახმარება აქვთ. და ნომერი წერია. სახელი რატო არ მითხარი? მაგრამ ბევრი რაღაც გავაკეთე. მაგალითად, პატარა აპდეიტი გვაქვს დღეს სახლში. გაზ ქურა ჩავრთეთ და საერთოდ გაზი გადავიხადეთ და ჩავრთეთ. ძალიან ბედნიერი ვარ ახლა ამ სახლის დატოვების დროს. შუქს ხო ვთიშავ და წყალს და ახლა გაზიც უნდა გავთიშო ესე. და არ უნდა დამოვიწოს ხოლმე, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ახლა ეს ოთახი ჩათბება. ისეთი ციკი მაქვს აკიდებული ამ გაზის გაჟონვაზე, რომ აი ჩემს სახლს, ანუ თბილისში, ჩემს სადარბაზოში რომელიმე სართულზე თუ ვიგრძენი გაზის სუნი, ეგრევე ვერეკავ ხოლმე. თან უფასო არის, რომ მოვიდნენ ეს თბილისი ენერჯის პრომოუშენია, არა, თქვენი უსაფრთხოების პრომოუშენი, ანუ თბილისი ენერჯიში რეკავთ ჩვეულებრივ და მოდიან და ლაზერით ამოწმებენ საიდანმე თუ ჟონავს რა, თუ ჟონავს გადაკეტავენ და ერთხელ ჩემის სახლშიც ჟონავდა გაზი და გადავკეტეთ, მაგ დღეს ძალიან ციოდა, მაგრამ ღირდა რა, იმიტომ რომ აი ზამთარი ძალიან მიყვარს, მაგრამ აი ეგამები რომ მესმის რომ გაუფრთხილებლობის გამო ცუდი რაღაცები ხდება, მოკლედ ძალიან ცუდია და გაუფრთხილდით თქვენს თავებს და ეგეც იცოდეთ რომ დარეგეთ უბრალოდ და მოვლენ და შეამოწმენ, არაფერი პრობლემა არ არის. გამოვიძახეთ გაზის თანამშრომელი, რომ ჩაერთო გაზი რა, სინამდვილეში მრიცხველი იყო უბრალოდ გადაკეტილი. მრიცხველი და კიდე რაღაცა რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ. ამასობაში ჩვენ ნაძვის ხეს დავშლით, დღეს ნათლის ღებაა, საშა გილოცავ ნათლის ღებას. და აქედანაც ჩემ ნათლიას და საშა თავის ნათლიას ულოცავს ამ დღესასწაულს. დღეს უნდა წაიღოთ კიდევ დამატებითი ავეჯი, მაგრამ ვის სახლშიც მიაქვთ ის ადამიანი თბილისშია, ამიტომ მე და საშა უბრალოდ იმ ოთახიდან, რომელშიც შემდეგში დავრჩებით, გამოვზიდავთ ავეჯს და შემოსასვლელში დავაწყობთ, რომ შემდეგში უკვე ჩვენი რაღაცებით მოვიდეთ, იმიტომ რომ ის ოთახი თბება და ძალიან მაგარია. იქნა შეგვიძლია არ გამოვიტანოთ და ამ ოთახში ვიცხოვროთ საში. აი აქ ხო რა ის არ გვაქვს რა რაზეც მოვიტანოთ ეს პალეტები შემდეგ ვიდეო იქნება როგორ ვაწყობთ საწოლს აქ ყოველთვის ვარ საერთოდ ერთი ოთახი მაგარია საცხოვრებელი ეს ძალიან მაგარი ოთახია დიდია ეს აქ ვაწყობთ ოთახი რა ანუ გასუთავთ მაგიდას აქ იქნება მაგიდას ეს სო ტელევიზორი და კინო პროსტა მეტროშუბო სო Marci, ano, skarsa etyka. Let's go. Perfect. Წაღლი მყავს. სინამდვილეში არ არსებობს აი ასეთი დამაგრძელებელი ვიპოვეთ შევაერთეთ და ნახეთ. ძალიან საყვარლობა. მოვიყვანე ჩემი მეგობარი თეკლა, რომელიც ინტერიერის დიზაინერია. მადლობა რომ ჩვენ ვიდეოს უყურებთ და როგორც დაგპირდით, რომ პროფესიონალებს მოვიყვან მეთქი ჩემ სახლში, რომ რამე ადეკვატური გვითხრან. პირველი პროფესიონალი, რომელიც ამ სახლში მოვიდა, არის თეკლა. მე ალბათ უკვე მიცნობთ წინა ლოგებიდან, მე ვარ ლინას მეგობარი და რისთვის ვართ მეგობრები, თუ არა იმისთვის, რომ ავზომოთ ლინას ახალი სახლი და რა ვიცი, დავყაროთ იდეები, როგორი გვინდა ამ სივრციდან, რომ გამოვიყვანოთ როგორც ინტერიერი, ისე არქიტექტურა და რა ვიცი, წამოგვყევით. აუ ძალიან სულ ლაპარაკო. დაუწერეთ რომ კომპლექსები. ვიცი რომ კატები არ გიყვარს, მაგრამ ლალი აქ უნდა იყოს. რეკლამერე ინტერიერს, მაგრამ მიხედავს ანუ საბოლოო პროდუქტს მაჩვენებს და იქამდე როგორც მინდა ის უნდა მივიდე. ხო, ანუ ინტერიერზე ჯერჯერობით ცოტა ადრეა ლაპარაკი, მაგრამ იდეაში გეგმების დასაწყობად და რაღაც რეფერენსების გასაკეთებლად მგონია რომ ძალიან ოკეი დროა, თან იქიდან გამომდინარე რომ ზამთარია, მაგ პერიოდსაც ძალიან კარგად გამოვიყენებთ პროექტის გასამართად და მოსამზადებლად და რა ვიცი, როგორც კი კარგი ამინდები გამოვა, უკვე რა ვიცი, მე მგონი მზად ვიქნებით.
რა დავიწყოთ? დავიწყოთ, ხო. ლალი, თქვენთვისაც გამოვიდო ოთახს ნახაზში აუცილებლად ჩავაინტეგრირეთ, თეკლა მოგიტანოთ პალიტრა და რო არჩიოთ რა ფერის გინდათ რომ თქვენი ოთახი იყოს მადლობა. ეხლა შეიძლება ვთქვა რომ ჩემთვის პროფესიონალი ხარ. კაი, როგორც გინდა იყოს. კაი, მოკლედ, თეკლა ჩემთვის არის პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერი, მაგრამ თვითონ ამბობს რომ არის არქიტექტორი და ძალიან კარგი ინტერიერის დიზაინერი. იმიტომ რომ თავმდებადია და ახლა გაჩვენებ თეკლას ნამუშევრებს და მეტი არ მინდა ჩემთვის ესეთი კარგი არ იყოს. მაგალითად, აქ რო დამიტოვოს სივრცე ახლა, აი ეს თეკლამ გააკეთა. და თავის ფეიჯზე უდევს და შეგიძლიათ მისი ნამუშევრებიც ნახოთ. ესეც თეკლამ გააკეთა და ესეც თეკლამ გააკეთა და კიდე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია და იმედია ეს სახლი და ამის რენდერი და ინტერიერის დიზაინი და საერთოდ გეგმა და ნახაზი იქნება ყველაზე მაგარი პროექტი, რაც ცხოვრებაში გაგიკეთებია. პირობას გაძლევ და ვინმე სტუდენტ ინტერიერის დიზაინის გაკეთება, თეკლას და თქვენი გემოვნებით ერთად და თეკლას ერთად მუშაობა სიამოვნებით. მე თვალდახუჭული გენდობი. ღმერთო, you took it too serious. პასტელური ფერები ძალიან მიყვარს. აი მაგალითად ყვითელში ხა ლიმონის ფერი ყვითელს მირჩევნია კვერცხის გულის ფერი. ხო. ოკეი. შენ მითხარი ის გაჯეტი რა არის და რისთვის გამოიყენე? აბა აქედან საშამდე ვქნათ. აქედან საშამდე ვინა იმაგალითად მიადებ. ოი მე კატა შემოვიდა ჩვენთან. წადი თორე გაგზავნო. თეკლა ახლა რასაც დახაზავს, რასაც გააკეთებს, მაგას კი გაჩვენებ შემდეგ ეპიზოდებში. თუმცა ალბათ ყველა ვხვდებით, რომ მაგ ეტაპამდე მისვლას ძალიან დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ მთლიანად ავზომეთ ეს სახლი. ძალიან საინტერესო პროცესი იყო სხვათა შორის. ვიფიქრეთ სადრას გავაკეთებდი, რა როგორ წარმომიდგენია. თუ ვიღაცა მოვიდა თეკლა შენთან და გითხრა, აუ, ლინას სახლი ისე მაგრა გადაკეთდა, ან ისე კარგად მიდის, რომ აუ, ჩვენც დაგვიხატე რენდერიო, რამდენ პროცენტს დაუკლებ? თეკლა გონ. 20% აკლებს თეკლა კანდელა კი თავის რენდერებში. 20 ცოტა დაიცი. არა, ბევრია ძალიან. 10 მაინც დაუკელი. მინია ჩვენს მასტერ კლასს საშოს. აბა თქვენი. არა, პენოპლასტიკა კაუჩინო. ეს არის ჩემი საყვარელი ხელსაწყო, რაც მაქვს. ხერხი. მიპოვეს რა, ჩემ გარშემო ვინ ცხოვრობს, იმას მიპოვეს. კარგია დედამიწაზე. ანუ 2002-ში TikTok-ში ვუყურებდი, მაგრამ მე რო შექმენი YouTube-ი. არა, ფუ ბოდიში, ესე მე ვახარ. განსაკუთრებით აი რო ხატავს და აი თქვენი აი ოთახი რო გაარებოდეს. ეს კედელი კი გაზომა, ეს კედელის გაზომა და ესის გაზომა, მაგრამ შეიძლება პარალელოგრამის ან ტრაპეციის ფორმა ქონდეს რა და დიაგონალის სიგრძით ხდება დაახლოებით რა გრადუსით არის კედელი გადახრილ გადმოხრილი რა. რო გესწავლოთ ალგებრა, კარგად ჩემსავით იჭუკჭუკებდით. და ახლა თეკლა მუშაობს სამსახლის ინტერიერზე. რენდერზე რომ გამომიგზავნოს და მოვიფიქროთ რა როგორ გვირჩევნია რომ გავაკეთოთ. დაახლოებით ფერებიც ავარჩიეთ მაგ დღეს. მაგ დღეს გავსინჯეთ აფციაურების ხინკალი. დღეს სინჯავთ აფციაურების ხინკალს. წერია. აფცო სად არ ხარ? იმიტომ რომ მანამდე ციკლაურების ხინკალი გავსინჯეთ და იყო აი 10-დან 10. ჩვენ დღეს გავსინჯავთ ხინკალს. ეს არის ციკლაურების ხინკალი. გარშემო ძალიან ბევრი ურის ხინკალია. აფციაურების ხინკალიც ძალიან გემრიელი იყო. ნამდვილი სუფრა გქონდა გაშლილი. თან ამ ყველაფერთან ერთად გაზი ჩავრთეთ და ოთახში სითბო იყო. ანუ გაზის ჩართვა იყო უდიდესი მოვლენა. შემდეგ შაბათ-კვირას მე და საშა ჩამოვედით აქ. ბევრი რაღაც გავაკეთეთ და თან დავრჩით. ანუ საწოლი მაქვს და დავრჩით და ძალიან კარგი იყო, ანუ იმაზე კარგი იყო, ვიდრე წინა დარჩენა. იმიტომ რომ თბილოდა. თან დიდი ოთახიდან გადმოვბარგდით პატარა ოთახში და ახლა პატარა ოთახში ვაკეთებთ ყველაფერს. დღეს მოდის ჩემი ნაცნობი, მეგობარი. რა ვქრეთ ხა, ამაზე ვისაუბროთ? რომელიც არის კონსტრუქტორი და შეაფასებს ამ სახლს და მეტყვის რამდენად გაუძლებს ეს სახლი იმ რაღაც გადაკეთებებს, რაც მინდა რომ ჩაუტაროთ რა.
კონსტრუქტორი მოვიდა. ნოდარი შეაფასებს ჩემს სახლს. მეტყვის რამდენად ინგრევა თუ არა, როგორ შეიძლება უშუალო ამ სახლის პრობლემებს მირჩევს რა რითი შეიძლება რომ გავუკეთო და როგორ იქნება უკეთესი და მე უკვე უშუალოდ ვიც იმუშავებს ამაზე, მაგათ გადავცემ მის სიტყვას. და რო ავხდი ამ სახურავს, მე კიდე მოვარო ნახოს ზევით რა ხდება. კოჭები როგორ მდგომარეობაში. ხო. და კიდე მითხრა რომ შეიძლება ქვემოთ რაღაც ოთახი იყოს, იმიტომ რომ საეჭვოდ არის ვენტილაციის ეს მილები ამოყვანილი აქედან და უკანაც. კუდრები ყავს. ხო, მაგრამ არც მინდა არ მაინტერესებს ყვით რა ხდება, რაც იქნება იქნება. სულ აი ტრილიონი კილო ოქრო იყოს. გაჩერდი. კარგი, აქ ჭირდება რომ შუშაბანდი გაკეთდეს რა. კაი, ამაზე წეგან გითხარი ხა წესით როგორც ხდება ხოლმე, ამის გასამაგრებლად ვიყენებთ ხოლმე ტორკრედ ბეტონს რა. მაგრამ იქიდან გამომდინარე ცოტა ბიუჯეტურად გვინდა რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ, ვფიქრობ ღობის ბადე რო არის ესეთი, ან 4-იანი კატანგას ეძახიან. მაგით გაკეთდება ბადე, რომელიც დუბელებზე დადგება და მაგალითად ამ ბზარს შემდეგ შეავსებ რომ გალესავ რა მაგით. ეს ზედად კატების უბანია. ოკეი. აქაც ისა გადამკეტი არის პროსტატი ხარ. იმიტომ რომ მოჩარჩოება არის ესეთი რაღაცა რა, მაგის ნახას მოგწ. აქედან კუთხოვანა. იცი კუთხოვანა? კუთხოვანა, აქედანაც კუთხოვანა, ამაზე ფოლადის სალტეები, მურაბები შეაგროვე აქ. მურაბები. ნახე როგორ გიყურებ? რამდენი რამე ვიცი? დანარჩენს რა არის, იცი მე კიდე მოვალ ის რო ახდიამ სახურავს, იმიტომ რომ სახურავს ვერ ხედავ რა არის. სავარაუდოდ კოჭები არის, სავარაუდოდ რაღაც დამპალი კოჭები შეიძლება იყოს. ხო და მე გეტყვი მე რომელი იქნება გამოსასვლელი, რომელი არა, რო ახდი. იქ ისა გაქ რა ქვია. всё, აი იგივე ტიპის ბზარი არის ესეც, ახლა თუ ჩათვლი ბზარად. ადრე მაჩუკა ჩაფხუტი ვესპა რო ვიყიდე, ვესპა არ მყავდა ნაყიდი, მაგრამ იცოდა რომ მინდოდა და ჩაფხუტი მაჩუკა. დღეს მეწვია და ჩემი სახლი ძალიან გემრიელად დაათვალიერა. რა კომენტარით ვიცავთ როდარს? ეგ არის. მოტოვი ჩამოვიდნენ თან. ხო და ხვალ მოდიან აქაური ბიჭები, რომლებიც მშენებლობებზე მუშაობენ და ეგენი ზუსტად დამითვლიან მასალებს, აი რამდენი მაგალითად, ჩემი სათვალეა. რამდენი ქვაბამბა დაგჭირდება, რამდენი თვოიზოლაცია და ასე შემდეგ. და შემდეგ უკვე ვნახავთ საიდან მოვიტან მაგ მასალებს, ვის მოუნდება ჩვენი დასპონსორება, რამდენის გადახდა მომიწევს საერთო ჯამში მაგ ყველაფრისთვის. მაგეთ გადავწყვიტე რომ ფასები მოგწეროთ, იმიტომ რომ ძირითადად ასეთ ვიდეოში ფასებს გემრიელად არ ამბობენ ხოლმე, მე კიდე გემრიელად ვიტყვი. ნახოთ რა დაგუჭდება ამ სახლის ისე გადაკეთება, როგორც მე მინდა. მანამდე კიდევ შპალერის აძროვა, კედლის მონგრევა, ჩემითაც შემიძლია და მან დავზოგავთ ფულს. საღლი მყავს. ნელა მეზობლებსაც ვიცნობ. მაგრა დავიღალე რა. მირჩევნია რომ არ ვიცი, მირჩევნია რომ წინა ეპიზოდებში რაებსაც ვაკეთებდი, ეგ ვაკეთო ვიდრე მთელი დღე ვალაგო რა. მაგრამ როცა მიწევს ვალაგებ, ახლა დედაჩემმა დამირეკა და აი სად ისწავლა ეგ სითავხედე, უბრალოდ არ ვიცი, ნატა, ვინ გასწავლა ეგ სითავხედე, დედაჩემმა დამირეკა და მითხრა რომ ვა, დღეს დაალაგე სახლი, სად ისწავლედე YouTube-ზე? არა დედა. არა უშავს, ნახეთ. მოულოდნელობებით ახსოვსი ადამიანი ვარ და ყოველ ჯერზე რო გგონიათ ეპიზოდებში რომ რაღაც არ შემიძლია, გაჩვენებთ რომ შემიძლია და აი თურმე დაალაგებად შემძლებია, როცა მინდა. დღეს როგორც დავიღალე, ეგრე არც ერთ დღეს არ დავღლილ ვარ, ოღონდ მართლა, აი დავიღალე და რო დავჯექი, მანდ ვიგრძენი, აი ეს წაწოლა.
რა კარგი არის დალაგების შემდეგ და ძალიან პროდუქტიული დღე მქონდა. ამ დროის განმავლობაშიაც ვიდეოებს ავდებდი, რამდენჯერმე ჩამოვედით აქ. ერთხელ მე და საშა ვიყავით, რაღაცები დავალაგეთ და მაგ დღეს თოვლი წამოვიდა აქ და ძალიან კარგი იყო. გვანახე? რა ხელა? ვაუ. ადრე მეგონა რომ ასეთ რაღაცებს განსაკუთრებული ცოდნა უნდა და მაგრამ მე უბრალოდ ჩემით მომიწია მის გაკეთება. საკეთის მოხსნა ძალიან მარტივი აღმოჩნდა რა. მთავარია რომ კარგი ხელსაწყოები გქონდეს და უბრალოდ ტვინი გიჭირდეს იმისთვის რომ იპო შესაბამისი ზომის თავი რომ დააბზრიალო და გამოუშვა რა. ალბათ ზოგი ადამიანი სექსიზმში ჩამithვლით, მაგრამ მაინც ვიტყვი რომ მართლა მგონია რომ ეს ანუ არის რაღაცები, რასაც მართლა კაცები უნდა აკეთებდნენ. ზოგ პლატფორმაზე კი მეძახიან ლიბერალ რადიკალ ფემინისტს. და აი მაგ სამ სიტყვას ესე იქეთ-აქეთ ანაცვლებენ. მე რა არც რადიკალი ვარ, არც რადიკალი ფემინისტი და არც რადიკალი ლიბერალი. უბრალოდ მართლა მგონია რომ აი ეს ნაკლებად მიყვარს ვიდრე ხატვა. მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ ამის გაკეთება ჩემთვის წარმოუდგენელი რამე უნდა იყოს. Quick tip, საკეტის საყიდად რომ მიდიხარ, არ უნდა უთხრა რა ზომის საკეტი, აი ტკაველი მინდა თქო. Actually საკეტი უნდა მოხსნა და წაიღო. რომ ამ ხელა მოგცენ. და აქ ვიგეტყვით ფაქტი ჩემს შესახებ. მთიულური ხინკალი 1000 ჯერ ჯობია ქალაქურს. მიდით და დამემტკიცეთ საწინააღმდეგო. კომენტარებში მინდა რომ მე დავწერ მთიულურს და ქალაქურს და ლაიქების მიხედვით ვნახოთ ახლა რამდენ ადამიანს უყვარს მთიულური და ქალაქური. იმიტომ რომ მე ფულს ვიხდი ხორცში და არა მწვანილში. მწვანილი რომ მინდოდეს ცალკე შევუკვეთავ მწვანილს და მწვანილს შევჭამ. ანუ მწვანილი ხორცში არ უნდა იყოს, მით უმეტეს ხინკალში. მე მგონი ამაზე უმრავლესობა შევთანხმდებით. მოკლედ უგემრიელეს ხინკალი აქვს, მთიულებს მთიულური ხინკალი, ტოპ განსაკუთრებით ციკლაურების ხინკალი არის საოცარი. თეკლა რო იყო მაგ ეპიზოდში, ნინი პაჭკორიაც იყო გახსოვთ ის ძლიერი ბავშვი, პირველ ეპიზოდში რომ ყავდა. იქ ვამბობ 13 წლის არის მეთქი, მაგრამ არა, მე არასრულწლოვნების უფლებებს არასდროს არ ვარღვევ. მე სრულწლოვნების უფლებებს ვარღვევ. ნინი დაბრუნდა ჩვენს ვლოგებში, ნინი. დაუქრია ხელი დედას. დედას აში ვარვალაგე ფაქო. ნინი არის 18 წლის. 19-ის გახდება მალე. და მაგ დღესაც ძალიან დამეხმარა აქედან ისევ დიდი მადლობა ნინის. იმის მერე იმდენ რაღაც მიეწყო, თან ახლა პარიზში მივფრინავთ და ერთ-ერთ ვლოგს პარიზს შემოგაპარებთ. ავერსის პროექტით მივდივართ. წავიდა? შენი საყვარელი ევროპული ბრენდები და თავის მომის და კოსმეტიკის საშუალებები. ვერეტი! ჯაფე საოცნებო თავგადასავალი სინგლი. ცოტა მეშფოთება ფრენის წინ ძალიან ერთ კვირაში უნდა გავფრინდე, მაგრამ მაინც მომენატრა ძალიან სამოგზაურო ვლოგების გადაღება და მოკეთ ვერ მოვიცალე რომ ჩამოსულიყავი რა და პარალელურად დავიწყე ოფერების გაგზავნა სარემონტო მაღაზიებთან. იცით ალბათ ახლა მოწოთა რომ თანამშრომლობ. მაგრამ ანუ ყველა მაღაზიას სხვადასხვა პროდუქცია აქვს რა. ზოგი თვითონ დამიკავშირდა, ზოგს მე დავუკავშირდი. ადრე არ მიყვარდა ეგეთი რაღაცების გაკეთება, მაგრამ მე მივხვდი რომ თუ შემიძლია რომ მე კომპანიას ის მივცე რასშიც ისაც მიხდია ხოლმე ფულს, მაგრამ გავუცვლი ჩემს მომსახურებას მათ პროდუქტში და ორივე მხარე ბედნიერი დაურჩებით. ამიტომ ეხლა უსპონსოროდაც ვიქნებით, მაგრამ მაგარი არის რა სპონსორი რო ყავს. Ona nafora xelara. Surprise. Respect ლინაკო. დავშალე ყველა ჩამოსაშლელი კედელი, იმიტომ რომ რო იშლება და ყოველ გავლა-გამოვლაზე იფხშნება, ნერვები მეშლება. მივარტყი, რაც ჩამოიყარა ავალაგე, ტომრებში ჩავალაგე, მოუკარი თავი გავიტანე, მე ამ დაალაგებაში ნახე რომ ნაჯახიმა. იმ კვირაში უკვე დაიწყება მოლაპარაკებები რამდენიმე მაღაზიასთან და fingers crossed რომ რამეზე გამომყვებიან და თავის პროდუქცია შემოთავაზებენ, რომ
17,000 წელი არ გაიწელოს ამ სახლის გადაკეთება. ბევრი არაფერი არ არის გასაკეთებელი. ძირითადად ახლა რაც მასთი არის სახურავი, გათბობა და კედლების გამაგრება. რამდენიმე კომპანია რო წამოვიდა, რომ აბა გითხარი რამდენი რა გჭირდებაო, დავაჩქარე ეს პროცესი და შევუთანხმდი ადგილობრივ ბიჭებს, რომლებიც ხვალ სისხამდილით მოვლენ აქ და მეტყვიან რამდენი რა დაგჭირდება. ბარემ მინდა რომ დღეს დავჭი აქ, რომ თან ხვალ მაგარი ვლოგი გადავიღო და თან იმ ბიჭებს დილით დავხვდე. მოვლენ ეს ბიჭები და იტყვენ ელექტრობა, რაღაცა დაახლოებით მასალები რამდენი რა დამჭირდება, მე ეს მასალები უნდა მივიტანო იმ სარემონტო მაღაზიებთან. მაგრამ არ გეგონოთ რომ ძალიან თავში ავარდნილი ვარ, ანუ არ მინდა რომ ყველაფერი სრულად დამიფინანსო, მესმის რომ ძალიან ძვირი ღირს ეგ პროდუქცია თან ახლა სამშენებლო სფეროს DGG 18%-დან 20%-მდე ავიდა და ეგ არის კოშმარი და გაძვირდება მასალები ჩემი აზრით და სახლების და ყველაფერი და კატასტროფა არის, მაგრამ მაგას არ გავაგრძელებ. დღეს ისე გამიხარდა რომ დავცალე სახლი. რადგან სახლის დაცლა დავაპირე, ძველი ნივთები მთლიანად უნდა გადავყარო. იქეთ უჯრებში საინტერესო არაფერი არ იყო და აქ გაჩვენებთ რა არის. საკეტი ერთი. ეს შემიძლია რომ ჯარჯი ჩაობარო, თუ ძალიან ცოტა ღირს ჯართი. ეს საკეტები ამათ ერთად მოვაკროვებ. ძველი კამარი ესეც დაობებულია, უნდა გადავაგდო. ქვა, მეც გქონდა ახლა შენახული ქვა და ეს არის. ეს რა არის? რა არის ნეტა? რა დევს უჯრაში დევს ელექტრობის რაღაცები. უფს. ნატურა, აგარ. მეც მაქვს ნაყიდი, თორე შევინახავდი ამებს და დაჟანგება. აქ არის რაღაცების გასაღები და დიდი ალბათობით რაღაცის გასაღები იქნება და შევინახავ. ეს გარეთა განათება. ინთო. ახლა მისაღებზე გადმოვედი და ორი ოთახი დამჭა. ეს ჯაკეტი უნდა გადავაგდოთ, მაგრამ ძველი ნივთები მთლიანად უნდა მოვაშორო. ასევე ეს ლიკურის საყვარელის უნდა. ამის ნაცვლად ჯოზეფმა შემომთავაზა კარგი რაღაც და მაგას მოვიტან შემდეგ ეპიზოდებში. აქ არის სარკე, რომელშიც დამბლდორი არ ჩანს, ამიტომ გადავაგდებ. გავაგზავნოთ მოხვედა. და საოცრად დავალაგე მართლაც. ეს ფარდები ნერვებს მიშლის. They do nothing. ახალი ტომარა უნდა მოვიტანო. რაღაცა შუშები ვიპოვე და ბაბუა ჩემი ქორჩა მერთო და ვიფიქრე არ გადავაგდებ მეთქი. აქ შევინახავ. შემდეგ ეპიზოდში ანუ თუ აქ დავრჩები ხვალ ამას დავალაგებთ. და შეიძლება ქვემოთ საწყობსაც მივხედო. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნივთია გადასაგდები და უკვე ნერვები მეშლება რომ ამდენ არასაჭირო ნივთს ვინახავ. მარტივი არ იყო. ვიღაცამ მომწერეს რაღაც გასაჭიმი ჭერს გაგიკეთებთ თელ სახლშიო. ვიღაცამ მომწერეს იატაკს გაიკეთებთ, ვიღაცამ მომწერეს ხეხუ არ გინდა. ყოველ შემთხვევაში თუ ვინმეს ან რამეს გაჩვენებთ, მერწმუნეთ ცუდი არაფერი არ იქნება პროდუქციას ან მომსახურებას გულისხმობ. იმიტომ რომ ბოლოს ჩემს სახლში ვაპირებ მაგის გაკეთებას, ამიტომ ერთად ვნახავთ მალე გაფუჭდება თუ არა და როგორი იქნება რა. ახლა ვხვდები ადრე კერძონებზე რატო კიდევ ხალიჩოს, მაგრამ ხალიჩოს ეს ტილობი ჩემი. იგივე ვაკეთებ რა შეგვიძლია. ხვალ ასევე ვფიქრობ, რომ ამ ბიჭებს რომ ნახავ, მერე გემრიელად დავათვალიერებ რა ხდება ჩემს ავტოფარეხში და მის ქვემოთ საკუჭნაოში და არასაჭირო ნივთებს გადავყრი. ახლა ჩავოთ მე ეს ოთახი და ძალიან ბედნიერი ვარ. ველოდები როდის მოვა საშა, ვეცდები რომ დავითანხმო ჩემთან დარჩეს, თუმცა პატივს ვცემ მის ხვალინდელ გეგმებს და ნერვები მეშლება რომ ხვალინდელი დღე დაგეგმა და გავუშვებ სახლში თუ უნდა წავიდეს საერთოდ. არის რომ ფეხები უნდა გაიწმინდოს, არა შემოხვა. ძალიან სუფთა. ისა მე აქ ჩემი. ორჩი. ყველა ნაგავი გატანილი. სოსიომონო. შეხედეთ უბრალოდ
პატარა ჩართვა ახლა ჩემი გამომწერებისთვის, მაინტერესებს ნორვეგიაში არის თუ არა ერთი ქართველი, რომელიც ახლა სტატიას წერს და ჩემ ვლოგს უყურებს. იმედი არის. თამაშენ ძალიან დიდი ხანი არ მოგიწერია ჩემი ვლოგები მოგწონს თუ არა. ადრე მოგზაურობებზე მწერდი, კარგიაო, მაგრამ სახლებს უყურებს საერთოდ? აუ, გთხოვ, უყურე რა. ეს ეპიზოდები გამოვიდა მართლა ითხოვე და მოგეცემაო რა. რაზეც დავიწუწუნე, ყველა თავისით გამოჩნდა. კონსტრუქტორის ჩათვლით და თუ ვინმეს დაგჭირდებათ კარგი კონსტრუქტორი, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი თუ ქუჩაში გამაჩერებდნენ ჩემი ძმის ხელა 30+ ადამიანები. იმ დღეს ერთ-ერთ ქალბატონს მიყავდა ბავშვი ბაღში ან სკოლაში და მან მითხრა, რომ გიყურებთ მთელი ოჯახი, რაც სახლის ვიდეოები დაიწყო. მოკითხვა აქედან, ჩემი ძმა ჩემთვის ყველაზე დიდი ადამიანი იყო. აი ესე წარმოდგენა, რომ ქონდა დიდ ადამიანებზე, იყო ჩემი ძმა. და ანუ მის ხელა ადამიანები რომ იყურებენ და სხვა იუთუბერებიც უზომოდ მიხარია. ამიტომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. მე ძალიან მიყვარს კომენტარების კითხვა, ეს არის ფაქტი ჩემს შესახებ. გაჩვენებთ ახლა რას უფთა? უცებ. ნახე, კუთხეებშიც მოხვეტილია სხვათა შორის. და რამხელა სივრცეა ღმერთო ჩემო, კუთხეებშიც მოხვეტილია, ხედავთ? მეთქი რა. დაკრიალებული! აი შეხედე, მოდიხარ და იქ პროექტორია, სადაც ჩვენი ფილმი გადის. Oh say you always be my baby, we can set a chance. Think about what you have for breakfast. I just want to know everything. და სანამ დაგემშვიდობებით, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ ჩემი ვიდეოები ესეთი ოფიციალურად არ მიყვარს, მაგრამ მაინც გეტყვით. თუ ჩემი ვიდეოები ძალიან მოგწონთ და გინდათ რომ ფინანსურად დამეხმაროთ თუნდაც 1 ლარით, შეგიძლიათ თანხა აი ამ ანგარიშზე ჩარიცხოთ. მერე რა რომ ეს ბანკი არ გაქვთ, თუნდაც სხვა ბანკი გქონდეთ, გადარიცხეთ, არ არის პრობლემა ხვალ თუ დაირიცხება. ზუსტად 1 ლარი ან 50 თეთრი მინდა თქვენგან. ოღონდ ეს ჩემი ანგარიში არ არის, ეს არის ანგარიში რომელიღაცა ბავშვის, რომელიც მკურნალობს და დადასტურებულია და თქვენი თანხა იმაზე მეტად დაჭირდება და გამოადგება მას, ვიდრე დამჭირდება მე. ძალიან გამიხარდება ამ არხს თუ გამოიწერთ. არ გეტყვით რომ იმიტომ რომ ვიდეოს რო დავდებ notification-ი მოგივიდეთ რომ ლინომ ვიდეო დადო მეთქი, მაგრამ ჩემი აზრით კიდევ იმდენ რაღაცას გავაკეთებ ამ არხზე, ამ სახლის გარდა რომ სადღაც ჩვენი ინტერესები დაემთხვევა და სადღაც იფიქრებთ რომ ვა, რა კაია ეს გოგორი დააფოლოვეო. მეც გამიხარდება და საფლექსაო მექნება სხვა იუთუბერებს რო შევხვდები და რომ ეტყვია რომ რასაკეთებ YouTube-ზე, მე ვეტყვი რომ bro 23500 გამომწერი მყავს. მადლობა რომ უყურებდით. მიხარია რომ community შეიკრა და იმედებს არ გაგიცრუებთ, რომ გაგიცრუოთ, მარტივად არ აიღოთ ჩემზე ხელი და უბრალოდ დამიკომენტარეთ რომ ლინა რაღაცა არ მოგწონს. შემდეგ ეპიზოდამდე, რომელიც ჩათვალეთ რომ უკვე გადაღებულია. ნანო, თავიდან რო გვითად გაჭედა. ჰაკი, ნანო, მარიკოსთან გავდივარ ახლა და იმასთან ერთად ვინანე.